მოგესალმებით, მე ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს საიტის ჟურნალისტი ლიზი ჩუბინძე ვარ. როგორც იცით, ინკოგნიტო მუდამ განახლებულ და უფრო საინტერესო პროექტებს გვთავაზობს, წელსაც განსხვავებული გადაცემა გვექნება. ახალი 2021 წელი თეთრი მეტალის ხარისწელია, რომელიც მიზნების მიღწევის, კეთილდღეობისა და შრომის მოყვარეობის სიმბოლოდ ითვლება. ნაძვისხის ლამაზი სათამაშოებით მორთვა, ფერადფერადი განათებები, საჩუქრების შეფუთვა, ეს ყველაფერი გვიქმნის სახალხო განწყობას. დღევანდელ გადაცემაში მოვიწვიეთ მსახიობი მარიამ ხოდელი. მოგესალმებით, მარიამ. მინდა საინტერესო პროექტი შემოგთავაზოთ. თქვენთვის მომზადებული მაქვს დავალებები და თქვენ კი შესაბამისი პასუხები უნდა გასცეთ. მოგესალმებით, გისმენთ. მაშასე დავალება ასეთია, საინტერესო როგორ ატარებთ დღეს. შეეცადეთ თქვენი პროფესიის დახმარებით გადმოგცეთ დღის რუტინა. ოღონდ ამ დავალების სირთულე იმაშია, რომ საუბრის გარეშე უნდა შეასრულოთ. ახლა თქვენ უნდა გვაჩვენოთ ძილისთვის სამზადისი სამ შემთხვევაში. ესენია ბავშვის, ახალგაზრდისა და მოხუცის. რა არის თქვენი საყვარელი კერძი და როგორ მიირთმევთ მას? ჩემი საყვარელი კერძი არის ნებზიანი ბათრიჩანი.
წარმოიდგინეთ, რომ ისეთ ცნობილ ადამიანს შეხვდით, რომელთან შეხვედრასაც ოცნებობდით. და ერთი შეკითხვის დასმის უფლება გაქვთ, რას დაუსვამდით? და კაიჭე წარმოვიდგინე. მართლა? კაი. Kaochopa. Yeah. Rahat მინდა და მეკითხა რა არ ვიცი. ვაიმე. ხო. აი ეს უბრალოდ ვერ გავსწორდი ალბათ. რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში? ბავშვობაში ოცნებობდი, დაწერილი მაქვს მეოთხე კლასში რომ ვიყავი, ექიმობა მინდა და თურმე. ოღონდ ორი ის მქონდა ესე გამოკვეთილი. მინდა და ექიმი ყოფილიყავი და მინდა და ყოფილიყავი მსახიობი, აი ტელევიზიაში უყურებდი ხოლმე წამყვანები რო იყვნენ. ნიჭიერი რო გადიოდა ვერ გავიზარდეს, დავდგებოდი ხოლმე და ვაცხადებდი ეს. დღეს გამოვა ეს და ეს ასე შემდეგ და ექიმობა მინდა პატარობაში, რაც უკვე გავიზარდა და მივხვდი რა მინდა და ეს იყო უკვე მსახიობობა, იმიტომ რომ აი სულ ყველგან თამაშობდი, ყველგან აი ყველას ვაჯერებდი ყოველთვის, ყველას ტელევიზიაში უყურებდი ვინმეს, იქ და როლები ვიღებდი ხოლმე და აი იმას ვაძავდი და მოკლედ აი რაც მე სცენაზე დავდგი ფეხი მივხვდი რომ всё ეს იყო რაც მინდა. ჩემს მიერ მოცემული დავალებები დასრულდა და გილოცავთ ყველა კითხვაზე ამომწურო პასუხი მივიღეთ. ახლა კი ვამშვიდობთ მაყურებელს ახალი წლის მილოცვით. რას უსურვებდით ხალხს საახალწლოდ? პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ჯანმრთელობას უსურვებ 2021 წელს, ბედნიერებას უსურვებ და ყველასთვის მინდა იყოს ნაყოფიერი და შემოქმედებითი წელი. მეც გილოცავთ დამდეგ 2021 წელს, მართალია 2020 საკმაოდ მძიმე და რთული წელი იყო, თუმცა ახალი წელი მოდის ახალი იმედებითა და მიზნებით. გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის წარმატებისა და ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს. ნახვამდის. Oh, the weather outside is frightful, but the fire is so delightful. And since we've no place to go, let it snow, let it snow, let it snow. Man, it doesn't show signs of stopping. And I brought me some corn for popping. The lights are turned way down low. Let it snow, let it snow. When we finally kiss goodnight, how I'll hate going out in the storm. But if you really hold me tight, all the way home I'll be warm. And the fire is slowly dying, and my dear, we're still goodbying. But as long as you love me so, let it snow and snow. When we finally kiss goodnight, how I'll hate going out in the storm. But if you really grab me tight, all the way home I'll be warm. Oh, the fire is slowly dying, and my dear, we're still goodbying. But as long as you love me so,
Let it snow, let it snow, let it snow.